დავიწყო. გამარჯობათ, მოგესალმებით არასამთავრობო ორგანიზაცია თავისუფალი ზონის სახელით. თქვენს გამარჯობათ. გამარჯობათ, მოგესალმებით არასამთავრობო თავისუფალი ზონის სახელით. მინდა მოგახსენოთ, რომ რუსეთი ოკუპანტია. საქართველოს უნდა გამოუცხადოს რუსეთის ოლიმპიადას ბოიკოტი, თუ რატომ ეს შეგვიძლია აუხსნათ მთლიანად საქართველოს მოსახლეობას და იმ 4 სპორტსმენსაც, ვისაც შეიძლება ვერ გაიგოს ეს ჩვენი ბოიკოტი, რომ მათ შეუძლიათ საქართველოს დროშის გარეშე მათი მოპოვებული ლიცენზიით წავიდნენ ოლიმპიადაზე, მოიპოვონ იქ მედლები და გამარჯვებასაც მიაღწიონ. მათთვის, ვისაც მიაჩნია, რომ ჩვენი ეს პეტიცია და შემდგომი ნაბიჯები არის უაზრო და არანაირი შედეგის მომტანი არ არის, უნდა ახსოვდეთ, რომ მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია ჩვენი დამოუკიდებლობის და თავისუფლების დაცვა და ამაში სხვა ვერავინ ვერ დაგვეხმარება. მათთვის, ვისაც მიაჩნია, რომ ოლიმპიადა საერთაშორისო ღონისძიება და უბრალოდ რუსეთის ტერიტორიაზე ტარდება, გაითვალისწინოს, რომ ამ ტერიტორიაზე ერთი საუკუნის წინ რუსეთმა ამოჟლიტა ჩერქეზი ხალხი და გენოციდი მოაწყო და საერთოდ გაანადგურა ისინი. დღეისთვის საქართველოს 28,000 მოქალაქე აწერს ხელს ამ პეტიციას. მოგესალმებით სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის სახელით. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ბოიკოტი უნდა გამოუცხადოს სოჩის ოლიმპიადას. ჩვენ სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფი, რომელშიც მოიაზრება 7 უნივერსიტეტის სტუდენტები, ვუერთებთ ჩვენს ხელმოწერებს 24 ოქტომბერს 18 საათზე ოლიმპიურ კომიტეტში შესატან ხელმოწერებს და კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველოს ბოიკოტი უნდა გამოუცხადოს სოჩის ოლიმპიადას. მოუწოდებთ ეროვნულ კომიტეტს იყვნენ დამოუკიდებლები აღნიშნული საკითხის გადაწყვეტაში და იყვნენ პრინციპულები ეროვნული ინტერესის დაცვის საკითხში. მოგესალმებით არასამთავრობო ორგანიზაცია დროა იცოდე შენი უფლებების წარმომადგენელი ქეთი ხვედელიანი. 24 ოქტომბერს 18 საათზე ჩვენ შეგვაქვს პეტიცია საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში. წესდების თანახმად ოლიმპიურმა კომიტეტმა დამოუკიდებლად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. გელოდებით ყველას, ვინც იზიარებს ჩვენს აზრს, ვისთვისაც რუსეთი ოკუპანტია და ვინც ფიქრობს, რომ ბოიკოტი უნდა გამოუცხადოს სოჭის ოლიმპიადას. 24 ოქტომბერს 18 საათზე საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტთან. გამოდგომთ იმედს, რომ კომიტეტი გაითვალისწინებს ათასობით მოქალაქის აზრს და მიიღებს ღირსეულ და მტკიცე გადაწყვეტილებას. $28,000. დიახ, 7 უნივერსიტეტის სახელით ვუერთდებით ხელმოწერებს. ჩვენ რამდენიმე დღის განმავლობაში ვაგროვებით ხელმოწერებს. დაახლოებით 1000-მდე ხელმოწერა ქონდა, თუმცა ეს ერთი კვირის წინ, მას შემდეგ ძალიან ბევრი მიემატა. შესაბამისად, ჩვენ ხელმოწერებს შევუერთებთ იმ მომენტ პეტიციას, რომელიც მიმდინარეობდა ელექტრონული სახით, ხოლო შემდეგ კი საბოლოო ჯამში იმ 28,000 ხელმოწერას, რომელსაც ჩვენ ეროვნულ კომიტეტში 24 ოქტომბერს წარუდგენთ. Sustat, anu, me amazon დაკავშირებით მქონდა უკვე პრესკრიპციის სამწუხაროდ ჩამოწერილი არ მოხდა რომელიმე გამორჩეს და მირჩენია რომ რა არ გამორჩეს დეტალურად არ ანუ 7 უნივერსიტეტი მქონდა ჩვენ ჩამოხდილი მაშინ. ანუ 7 უნივერსიტეტის ხელმოწერა პლუს 68,000. 7 უნივერსიტეტის ხელმოწერა პლუს 68,000 ხელმოწერა. რა ოქტომბერს 24 ოქტომბერს 18 საათზე ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში. ერთი მე ხარტიას უნდა მივიცეთ და ერთი თავიცით თუ შენი არ არის თავის ხოლმე